ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა. პროექტის მხარდამჭერები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და კავკასიური სახლი. წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისგან გათავისუფლებაში. ეს წიგნი ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც ქართველებთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის შორეულ ევროპაში და თავისი წვლილი შეიტანეს ამ ძმობის განმტკიცების საქმეში. მთავარი გმირები არიან შერვაშიძეები, ემუხვარები, მარღანიები, ანჩაბაძეები, მარშანები, რომლებიც ცხოვრობდნენ საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთში, ამერიკაში მოღვაწე ჩხოტუები, ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუა. მადლიერების ზნობით უნდა მოიხსენ ყველა ის შთამომავალი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში. ეს წიგნი გავაგზავნე აფხაზეთში და დიდი მოწონება დაიმსახურა, იმიტომ რომ ეს პირველი ასეთი კვლევა, რომელიც ეხება ევროპის ემიგრაციას. ნდობის აღდგენის საკითხებზე მუშაობაზე მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად 3 წლის მანძილზე მუშაობდი ამ არქივების მოძიებაში, რომელი ახლა არქივი დავასახელო არ ვიცი, ამერიკა, ვატიკანი, ნიუ-იორკი, მონაკო, ნიცა ამ ადამიანებმა უანგაროდ გამომიგზავნეს ეს მასალები და ფოტოები. ბევრი რამე ვერ შევძელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ვცდილობდი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რომ გამეცოცხლებინა ეს სახეები, ის ადამიანები, რომლებიც მართლაც უზომოდ უყვარდა სამშობლო. აფხაზეთს ისინი საქართველოს წეღში მოიხსენებდნენ და ასე სწამდათ. ნატო მარშანიას წიგნის განსაკუთრებულობაზე, მის მნიშვნელობასა და ისტორიულ ღირებულებაზე ისაუბრეს ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა რუსუდან კობახიძემ, პროფესორმა და ისტორიის დოქტორმა რუსუდან დაუშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ადამ მარშანიამ, რაფილ ჩხოტუაშვილიშვილმა, ტატა ჩხოტუამ და სხვა გამომცვლელებმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნატო მარშანიას წიგნების მთავარი სათქმელია როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს დაანახოს მათი წინაპრების ერთიანობა. ეს გამოცემა არის შევსებული, ხელმეორედ გამოცემული, რადგან მას დაემატა კიდევ რამოდენიმე პიროვნების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების საარქივო მასალებში მოპოვებული ინფორმაცია. წიგნი არის ძალიან დიდი მნიშვნელობისა და დატვირთვის მატარებელი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა ნატო მარშანიამ, რომელიც ამ წიგნების ავტორი არის, ძალიან დიდი საქმე გაუკეთა საქართველოს და თავის ხალხს, აფხაზ ხალხს. ის არის ღირსეული შთამომავალი წინაპრებისა, რომლებიც წარსულში იყვნენ ქართული სახელმწიფოს ღირსეული წარმომადგენლები. დღეს არსებულ ვითარებაში თუ კი ამ ბიოგრაფიებს დღევანდელი აფხაზები გაეცნობიან, ალბათ არ გაუჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. მათთვის არ უნდა იყოს რთული გასაგები ხვალინდელ დღეს, საით უნდა იმზირებოდნენ, რა არის მათთვის უფრო პრიორიტეტული. ნატომ ფაქტობრივად გადო ხიდი შემიძლია ასე ვთქვა წარსულსა და მომავალს შორის. მე არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვთქვა ნატოს უნარით. მან გამოიყენა ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და მრავალი სხვა ქვეყნის არქივების, ბიბლიოთეკებში დაცული მასალები და ამის საფუძველზე შექმნა უნიკალური წიგნი. ამ წიგნის მნიშვნელობაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მე მინდა ერთი ასპექტი გამოვყვა ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ არის წარმოდგენილი აფხაზური არისტოკრატია. ანუ ის ადამიანები, რომლებიც არიან ერის წინამძღოლები, ერის საუკეთესო შვილები. ამ ადამიანების დიდი ნაწილი იყო ჩვენთვის უცნობი. ნაწილი იყო ცნობილი, მაგრამ მათ
მათი ბედი, მათი ბიოგრაფია ჩვენთვის უცნობი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს არის აფხაზურ-ქართული ურთიერთობები, რომელსაც თითქმის ყველა ეს ცნობილი აფხაზი მოღვაწე ეხება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ვლინდება სწორედ მათი ცნობიერება, მათი აზროვნება და მე ვისურვებდი რომ ამას სწორედ ეს სეპარატისტები გაეცნენ და კარგად დაიმახსოვრონ როგორ აზროვნებდნენ მათი წინაპრები. ისინი დიდი პატრიოტები იყვნენ აფხაზეთის და ამავე დროს იყვნენ საქართველოს პატრიოტები. წარმოდგენილი იყო წიგნის გმირებისადმი სხვადასხვა დროს მიწვნილი დოკუმენტური ფილმებიდან ფრაგმენტები. ასევე უჩვენეს ნატო მარშანიას არზაყან ემუხვარზე დაწერილი წიგნის ქედუხრელი რაინდის მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი. პრეზენტაციაზე კონსტანტინე გამსახურდია სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მერაბ ყოლბაიამ მერი შერვაშიძისადმი მიწვნილი გალაქტიონის ლექსი მერი წაიკითხა. მომღერალმა ბოკა კვეკვესკირმა პატრიოტული ჟანრის ქართული სიმღერები შეასრულა. პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა გარდასულ წელთა სახეები, რომელზეც აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოები იყო გამოფენილი. ძალიან მნიშვნელოვანი საღამო შედგა უნიკალური ფოტოგამოფენა, რომელიც დღეს წარმოადგინა ქალბატონმა ნატო მარშანიამ, რომელთა უმრავლესობა ფაქტობრივად პირველად იხილა საზოგადოებამ და წიგნის პრეზენტაცია. წიგნი მოგვითხრობს აფხაზი ემიგრანტთა დიდ წვლილზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. ქალბატონი ნატოს დამსახურება მართლაც უდიდესია. ეს წიგნი არის წიგნი, რომელიც ამბობს, რომ ამ წარსულით შეუძლებელია გქონდეს ეს საწმყო და ეს წიგნი არის, რამაც ჩვენ აფხაზეთში უნდა დაგვაბრუნოს.